მოგესალმებით, მე მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, კერძოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბატონი ბესანიონ ალავიძის მიერ გაკეთებულ ეგრეთ წოდებულ აღიარებას, იმის გამჟღავნებას თუ როგორ ხდებოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილებების მიღება, როგორ ხდებოდა მოსამართლეების ზეწოლა, რა დონემდე მიყავდათ მოსამართლეები და როგორ იღებს საერთოდ საქართველოს უზენაეს სასამართლო გადაწყვეტილებებს. ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ ზოგადად საქართველოს კანონმდებლობაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ის ამ გადაწყვეტილებებით ხდება საქართველოში სასამართლო პრეცედენტების დამკვიდრება, რომელსაც ასე ვთქვათ, იყენებენ კანონის მაგივრად. ესე იგი, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები იყენებენ იმ სასამართლო პრაქტიკას, რომელსაც ეს მოსამართლეები ამ გზით მიღებული გადაწყვეტილებებით ამკვიდრებენ. იმიტომა ეს საგანგაშო, რომ ეს დღეს ბატონი ბესანიონ ალავიძის მიერ განხორციელებული აღიარებით არ გახდა ჩვენთვის ცნობილი. რეალურად ეს ცნობილი იყო როგორც ყველა ადვოკატისთვის, ვინც დაახლოებულია და ვინც ზუსტად იცის რა ხდება საქართველოს საერთო სასამართლო სისტემაში. ეს იცის ყველა იმ თანამშრომლებმა, რომელიც სასამართლოში მუშაობს. ეს არის თანაშემწეები, ეს არიან პროკურორები, ეს არიან მოსამართლეები, ადვოკატები და ასე შემდეგ. და ამ სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომელსაც საერთო სასამართლოები იღებენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით და ის მოსამართლეები, რომლებიც ასეთ პრაქტიკის ამკვიდრებენ საქართველოში, დღემდე მოსამართლეებად რჩებიან და უბედურება ის არის, მე დავეთანხმები ერთი, რაც ბატონმა ბესანიონ ალავიძემ ძალიან კარგად და ზუსტად განაცხადა, არის ის, რომ სასამართლომ გადაინაცვლა ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში. საუბედუროდ საქართველოში ყოველთვის ესე იყო, მაშინ როდესაც დაიწერა პირველი კონსტიტუცია 1995 წლიდან მოყოლებული, თავად ედუარდ შევარდნაძემ დაიწყო მაშინ ცვლილებების შეტანა, ზუსტად იმიტომ, რომ არ ყოლოდა საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ის აუცილებლად დამოუკიდებელი ყოფილიყო ხელისუფლების წარმომადგენლობაზე და ის ემორჩილებოდა. ესე იგი, საქართველოს სასამართლო სისტემა ყოველთვის ემორჩილებოდა ყველა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს, ესე იგი, ვინც ნიშნავდნენ პარლამენტის წევრებს, ვინც ნიშნავდნენ საქართველოს მთავრობებს, ვინც ნიშნავდნენ მოსამართლეებს. ეს პრაქტიკა გადავიდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში და ეს მემკვიდრეობა მიიღო ქართულმა ოცნებამაც. ესე იგი, ყოველთვის, ყოველ ჯერზე სასამართლო სისტემა ერთი ჯიბიდან მეორეში გადადიოდა. და ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ სასამართლო რეფორმების, სასამართლოს არსებობის ისტორიის განმავლობაში სასამართლოში სამართალწარმოების პრაქტიკაში დამკვიდრდა, ასე ვთქვათ, სასამართლო პრეცედენტების გამოყენების პრაქტიკა. კერძოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამოიყენება საქმის პირველი ინსტანციით და საქმის სააპელაციო ინსტანციით განხილვისას და გადაწყვეტილებები მიიღება არა კანონის საფუძველზე, არამედ მიიღება იმედაგვარად, როგორც ეს უზენაესმა სასამართლოს, ასეთმა კორუმპირებულმა მოსამართლებმა ან იმ მოსამართლებმა მიიღეს, რომელზეც ხორციელდებოდა ზეწოლა. და დღემდე საქართველოს სასამართლო სისტემა ასეთ იღებს გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, როდესაც ჩემი მხრიდან გასაჩივრებული იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს უზენაეს სასამართლო პრაქტიკის ეს პრეცედენტული სამართლის მარეგულირებელი ნორმები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 391 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391 პრიმა მუხლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში, მხოლოდ ერთ ნაწილში მიიღო წარმოებაში, რომ ეს პრეცედენტები გამოყენებული და დღესაც გადასაწყვეტია საკითხი, ასეთი პრეცედენტული სამართალი, ეს პრეცედენტი უნდა იქნეს თუ არა გამოყენებული უკუქცევითი ძალით. დანარჩენ ნაწილში საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ არ მიიღო ჩემი საკონსტიტუციო სარჩელი და დღემდე საქმის პირველი და მეორე ინსტანციით განხილვისას საერთო სასამართლოები იხილავენ და გადაწყვეტილებებს იღებენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ დამკვიდრებული აი ამ პრაქტიკით, რომელსაც მათ შორის ქმნიდა ბატონი ბესარიონ ალავიძე და ყველა ის მოსამართლე, რომელიც ბასორიონ ალავიძემ გააჟღერა. და ეს არის ის სანქცირებული ცნობილი გვარები, რომლებიც დაკვეთას ასრულებდნენ ჯერ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პირობებში და იღებდნენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც იმ ხელისუფლების მაღალ თანამდებობის პირებსა და უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება, დღეს იღებენ ბიძინა ივანიშვილის და მე დარწმუნებული ვარ, რომ 13 წლის მანძილზე ამ სისტემით არანაკლებად ხელი მოითმო იმ თანამდებობის პირებმა, რომლებიც დაჭერებიც მიმდინარეობს დღეს და მათ შორის არის საქსაო დეპარტამენტის უმაღლეს თანამდებობის პირები, ის პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტენდერებზე გამარჯვებულების გამოვლენას და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტენდერები ყოველთვის ხელისუფლების მმართველი პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირების ოჯახები იგებენ და თუ ეს პირები დააკავეს დღეს და მიმდინარეობს დაკავება, მიმდინარეობს ჩხერგა, ამოღებები და გამოფენილია რამდენი მილიონები იქნა მითვისებული კონკრეტული იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებსაც აკავებენ და რომ არ სრულდება ტენდერები, ისაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღესდღეობით ტენდერებს ბოლო 13 წლის მანძილზე შემთხვევითი ადამიანები არ იგებენ, არამედ იგებენ ის პირები, რომლებიც ჯერ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები და ეხლა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში არიან ისევ საქართველოს პარლამენტის წევრები, უბრალოდ კოჰაბიტაციის ფარგლებში პორტირებით ერთი პოლიტიკური პარტიიდან მეორე პოლიტიკური პარტიის ჯიბებში გადაინაცვლეს და ხელისუფლება ამათ ხელშია, ყველაფერი ამათ ხელშია, სასამართლო ამათ ხელშია, ეს ყველაფერი იცის სახალხო დამცველმა, რომელიც დუმს, ეს ყველაფერი იცის ადვოკატთა კორპუსმა, რომელიც დუმს, ყველა ადვოკატი დუმს ამასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ სახალხო დამცველს არაფერი არ აინტერესებს დედამიწის ზღვაზე საკუთარი ხელფასის გარდა, ერთი გამიკვირდა, რომ მაშინ, როდესაც ხალბატონ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, სახალხო დამცველმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ თავისი მოსაზრება, დადებითი მოსაზრება გამოექვეყნებინა და გაეგზავნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, საიტზე იყო გამოქვეყნებული სახალხო დამცველის, ასე ვთქვათ, მხარდამჭერი მოსაზრება სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს გამოიყენა იმისათვის, რომ მომდევნოდ სავაჭრო საგანი გაეხადა ეს თავისი მოსაზრება, მოემატარა ხელფასი, მან თავისი მოსაზრება აიღო, გაიწვია უკან და პარლამენტის საკონსტიტუციო სასამართლო საიტზე აღარ დევს სახალხო დამცველის, ასე ვთქვათ, მოსაზრება, რომელსაც ყველაზე მწვავე რეაქცია უნდა ქონოდა, რომ არა მხოლოდ იმ პირობებში იქ რაც ხდებოდა და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდებოდა საერთო სასამართლო სისტემაში, არამედ თუნდაც აი ამ ბესარიონ ალავიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ასე აღარ შეგაწყენთ თავს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდად არის საქმე საქართველოში და თუ დღეს ადვოკატთა იმ კორპუსის წარმომადგენლები, რომლებმაც ხმა ამოვიღეთ და რომლებსაც, ასე ვთქვათ, გვემუქრებოდნენ, თავს გვესხმოდნენ და ჩვენზეც ახორციელებდნენ იგივე ზეწოლას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ბესარიონ ალავიძესაც იგივე დღე ელის. თუმცა საქართველოს ყოველთვის ყავდა ესეთი მოსამართლეები, მე მოვისმინე ბატონი ვახტანგ ხუჭუა მოქმედი მოსამართლე, თეთრწყლის მოსამართლის ბატონი ვახტანგ
ხუჭუას ინტერვიუც ყავს კარგი მოსამართლეები საქართველოს, მაგრამ ისინი იმდენად ცოტანი არიან და იმდენად მცირენი არიან, რომ ამით ნამდვილად ვერ ქმნიან. ღმერთო დაიფარე საქართველო და დაიფარე საქართველოს მოსახლეობა. მე არ ვიცი რა გვიშველის და როგორ უნდა ვიპოვოთ აქედან გამოსავალი. ქვეყანას, რომელსაც არ გააჩნია საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ქვეყანას, რომელსაც აღარ გააჩნია კონსტიტუცია, იმიტომ რომ ორჯერ გადაიწერა, საარჩევნო კანონი მოერგო პიჯაკივით ქართულ ოცნებას და მოქმედი კანონმდებლობა უკვე გადავიდა რეპრესიულ რეჟიმზე, მე არ ვიცი რა უშველის საქართველოს და რა გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან.